მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ ვიმყოფებით ლალიანთიძის საკვირაო სკოლაში. ეს არის პოდკასტი ლალისთან ყავაზე და დღეს ჩემი სტუმარია ნინო გუგესაშვილი. ნინო არის ადვოკატი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი და ნინო რისთვისაც მოვიწვიეთ, ბუნებრივია რომ ხვდებით, მაინტერესებს როგორ ხდება პერსონალური ინფორმაციის დაცვა სკოლებში და საერთოდ არის თუ არა ეს პრობლემა ასე თუ ისე აქტუალური და მტკივნეული და მე მგონია რომ არის, რახან ნინო არის დღეს ჩემთან და თან მინდა ვისაუბრო იმაზე თუ ყოფილა პერსონალური მონაცემების დარღვევის შემთხვევები და მოკლედ ეს ის კითხვები იქნება, რომელსაც ნინოს დავსვამ. ძალიან კარგი იქნება თუ კომენტარებში თქვენც დასვამთ ამ შეკითხვას, იმიტომ რომ ჩვენ შევეცდებით რომ აუცილებლად გიპასუხოთ. ნინო, ძალიან დიდი მადლობა რომ მოდი, იმიტომ რომ ისეთი ამბავია ეგ რომ აი ძალიან ჩემთვის არის ძალიან სენსიტიური, იმიტომ რომ აი მეც როდესაც ჩემ საკვირაო სკოლაში ბავშვები მყავს, ხშირად ყოველთვის მშობლებთან წერ ხოლმე რომ ხო არ იქნებით წინააღმდეგი რომ ეს ბავშვის გამოსახულება სოციალურ ქსელებში დაიდოს ან რაღაცა და ვცდილობ რომ მეც რომ დავდო ძალიან რაღაცნაირად მაქსიმალურად ისეთი ფორმები ავარჩიო რომ იმ ვიდეოების გამო ან იმ გამოსახულების გამო ბავშვი ბულინგის ობიექტი არ გახდეს და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ხშირად არის რომ მშობლებს ძალიან უნდათ რომ შვილები სოციალურ ქსელებში იყვნენ და ცოტა ბავშვები აპროტესტებენ და ასე დროს ყოველთვის უპირატესობას ვანიჭებთ ბავშვის აზრს და პოზიციას და ვიცი რომ ეს არის პრობლემა ქვეყანაში მით უმეტეს ისეთ ქვეყანაში როგორიც ჩვენ გვაქვს პერსონალური მონაცემების საიდუმლოობა დიდად დაფასებული ამბავი არ არის და აი რას იტყოდი ამის შესახებ და რამე თუა ისეთი რაც ვთქვათ გინდა რომ ფართო საზოგადოება მშობლებმა მასწავლებლებმა იცოდეს შენი პროფესიიდან გამომდინარე. პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის და რაც მთავარია ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის პერსონალური მონაცემთა დაცვა საქართველოში. განსაკუთრებით აი ბოლო პერიოდში გახდა აქტუალური ეს საკითხი, მას შემდეგ რაც უკვე ორგანიზაციებს მოითხოვათ რომ ყოლოდათ ამ კუთხით სპეციალისტი გულისხმობ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და რაც შემოვიდა საკანონმდებლო ცვლილებები ამ კუთხით. რაც მნიშვნელოვანი არის ჩვენ ვეხებით ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ეს არის არასრულწლოვნები და სკოლაში ამ მონაცემების დაცვა. პირველ რიგში რაც მნიშვნელოვანი არის და ზოგადად მშობლებმა და ყველამ უნდა იცოდეს ეს რა არის თვითონ პერსონალური მონაცემი. აი ეგ მინდოდა მეკითხა, ესე იგი ჯერო დავაზუსტოთ რომ რა იგულისხმება ძალიან დიდი სპექტრია. ძალიან ფართო სპექტრია და რა იგულისხმება ასე პუნქტებად ჩამოვწეროთ, აბა რამე რო არ გამოგჭეს. კი ბატონო. რაც თავარია, აი ძალიან უნივერსალური დეფინიცია აქვს ამას, ეს არის პერსონალური მონაცემი არის ადამიანის შესახებ ფაქტობრივად ყველაფერი, ანუ ფიზიკური პირი, ეს არის მონაცემი, რომელთაც შესაძლებელი არის ფიზიკური პირის იდენტიფიცირება. არა მხოლოდ პირდაპირ, არამედ ირიბად. შესაძლებელია, რომ პირის იდენტიფიცირება მოხდეს ირიბადაც და ესეც არის პერსონალური მონაცემი მის შესახებ. იწყება სახელი, გვარი, პირადი ნომერი, პირადი გამოსახულება, ნებისმიერი ინფორმაცია პირის შესახებ. მაგრამ ფეხის ზომაც მათ შორის არა მადლობა ინტერესებს. ეგეც კი შეიძლება ამით შესაძლებელი არის პირის იდენტიფიცირება, როგორც გითხარით, პირდაპირ თუ არა ირიბად მაინც, რაიმე უჩვეულოდ ანუ სპეციფიკური ხო. რა თქმა უნდა, თუ ეს შესაძლებელი არის ამით პირის იდენტიფიცირება, რა თქმა უნდა, ესეც არის პერსონალური მონაცემი, გადის მათ შორის. რაც შეეხება სკოლების საკითხს, არის სამწუხაროდ დარღვევები სკოლებში და ჯერჯერობით რახან ახალი არის ეს სფერო ზოგადად საქართველოსთვის ბუნებრივია ჯერ კიდევ ორგანიზაციებიც მათ შორის არის გაურკვეველ ვითარებაში რომ რა როგორ გააკეთონ რა უფრო სწორი იქნება თან მნიშვნელოვანი არის ის რომ კანონი როგორც ვიცით არის ზოგადი ვერ იქნება რაღაც კონკრეტულ სიტუაციებზე მორგებული ეს არის ზოგადი რომელიც ჩვენ თვითონ უნდა მივუსადაგოთ კონკრეტულ სიტუაციებს ამიტომ სამწუხაროდ ესე კონკრეტული პასუხები არ მოიძებნება კანონში. ეგ არის ყო ძალიან ცუდი ამბავი, იმიტომ რომ აი როცა აი მაგალითად მქონდა შემთხვევა, რომ სტუდენტთან ერთად მუშაობდით მენტორი მასწავლებლის სტატუსზე, ეს იქ იმდენად ზოგადი რაღაცა წერია, რომ ვერ მიხვდები კონკრეტულად რა უნდა გააკეთოს. ეხლა აბსოლუტურად მესმის რასაც ამბობ. კი, აი ზოგადი ჩანაწერები, განსაკუთრებით ბუნდოვანი ჩანაწერები. აი მაგალითად არის ხოლმე აი პირდაპირ ვადებს რო შევეხოთ,
აი არსად კანონში არ არის გაწერილი ვადა. უბრალოდ წერია, რომ აი ჩვენ ვადა რას ნიშნავს? აი რამდენი ხნით უნდა ინახებოდეს პერსონალური მონაცემი. პირობითად ფოტოსურათს რო აი მაგალითად ეხლა ბავშვი არის სკოლაში და სკოლაში ხო მისი პირადი მონაცემები არის? ხო, ეს რამდენი ხანი უნდა ინახებოდეს და რამდენი ხანში გადადის არქივში. სხვათაშორის ეგ უნივერსიტეტშიც იყო ეს პრობლემა, ადრე რაღაცა ძალიან დიდი ხანი ინახავდნენ და ბოლოსობა შეუძლებელი გახდა და ძალიან 15 წელი. ხო და ძალიან ჩქარა გადაიტანეს მერე არქივში. ხო, აი ეს მოუკითხავი დიპლომები, აი ეს პირადი საქმეები რაც არის. არის რაღაც ნაწილში დარეგულირებული, მაგრამ ეხლა ნახეთ როგორ ხდება ფოტოსურათს, როდესაც ვანთავსებთ პირობითად ვებგვერდზე ან სოციალურ ქსელში, რა ვადით უნდა შევინახოთ, ამაზე პასუხი არ გვაქვს. ამიტომ აი ეს არის ცოტა ბუნდოვანი, რომ უნდა განსაზღვროთ მიზნიდან გამომდინარე. აი რამდენად საჭიროდ და რამდენი ხანი მივიჩნევთ საჭიროდ, რომ შევინახოთ ეს მონაცემი. შემდგომ ყველაზე რთული ის არის, რომ ჩვენ შეიძლება განსაზღვროთ პირობითად 5 წელი, 10 წელი. ეს თვითონ ორგანიზაციის გასასაზღვრი არ არის, ხო, კანონი არეგულირებს. კი, აი ამიტომ არის რთული. ორგანიზაცია განსაზღვრავს, მაგრამ ნახეთ რა პრობლემის წინაშე ვდგავართ, როდესაც შემოდის მაკონტროლებელი ორგანო, ის რაც განგვისაზღვრავს, ანუ რამდენად ჩათვლის ჩვენ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. სწორად, აი აქ უკვე ცოტათი ჩდება ბუნდოვანებები, იმიტომ რომ ჩვენი ხედვა შეიძლება არ დაემთხვეს მაკონტროლებელი ორგანოს ხედვას, მაგრამ ამავდროულად მაკონტროლებელი ორგანო არ იძლევა მითითებას, რამდენი ხანი უნდა შევინახოთ ჩვენ ეს მონაცემი. ანუ შარზე თუ არის, შეუძლია რომ შარი მოგდოს. პრაქტიკაში ხო, ცოტა რთული არის ამ ვადების ნაწილში, განსაკუთრებით ყველაზე პრობლემური ეს არის. საჯარო დაწესებულებებში, აი თქვენ რაც ახსენეთ, საჯარო სკოლები, უნივერსიტეტები კიდევ უფრო გამარტივებული არის, იმიტომ რომ არსებობს იუსტიციის მინისტრის ბრძანება, მართალია შედარებით ძველი ბრძანება არის, მაგრამ მაინც არსებობს და შედარებით არეგულირებს ამ საკითხს, მაგრამ როგორც თქვენ თქვით, ეგ პრობლემა არის, იმიტომ რომ 75 წელი მონაცემის შენახვა ცოტათი რთული არის. მაგრამ საჯარო სამსახურში კიდევ უფრო მარტივი არის, იმიტომ რომ სახელმწიფო არქივში გადადის ეს ყველაფერი და კერძო ორგანიზაციებში წარმოუდგენელი არის. იმიტომ რომ პრაქტიკაში მქონია შემთხვევა და უთქვამთ კიდეც, რომ აი ხლა რა შენობაშიც ჩვენ ვიმყოფებით, აი ამ ხელა შენობა დამჭირდება, რომ ცალკე ეს მონაცემები შევინახოთ და აბსოლუტურად სწორი არის. და საერთოდ რომ გამოვრიცხოთ ეს ფიზიკურად შენახვა და ელექტრონულად რომ შეინახო, არა? ეს გამოსავალი არის, მაგრამ ელექტრონულადაც პროგრამულადაც ცოტა რთული არის, რაღაც მონაცემები შეგიძლიათ შეინახოთ, მაგრამ შემდგომ ესეც ფინანსურ საბოლოო ჯამში მატერიალურ ხარჯებთან არის დაკავშირებული. აი ახლა რა არის ერთი დრაივს გააკეთებ და შესაძლებელია კი, მაგრამ მაინც საბოლოო ჯამში ყველაზე პრობლემური არის აი ვადის განსაზღვრის ნაწილი. სკოლების ნაწილში რაც შეეხება. კარგი, ვადები ერთი ამბავია. მე მაინტერესებს უფრო მეტად აი დარღვევის ფაქტები. ანუ ხო რაღაცა მომიჯნავე ის ამბავი, ხო, რომ შეიძლება დარღვევა ჩაითვალოს ან არ ჩაითვალოს. ანუ რა არის ის ნაწილი, სადაც შეიძლება რომ მასწავლებელი ან სკოლას მოედავოს თქვათ ადამიანი, რომ მოხდა მისი პირადი მონაცემების გასაჯაროება. კი ბატონო. აი ყველაზე აქტუალური შემთხვევა რაც ბოლო პერიოდში ერთი წუთით ნახე მე მგონი რომ სკოლის დონეზე არ ჩერდება ეს საჯარო სკოლებში ბავშვები რომ რეგისტრირებულია ეს მხოლოდ სკოლაში არ ფიქსირდება ხო ეს განათლების სამინისტროს იმაშიც არის ანუ უფრო ზემოთაც არის ეს მონაცემები ხო ნახეთ როგორ არის ზოგადად კერძო სკოლაში რო არის იქაც მე მგონი ბავშვების განათლების სამინისტროს რომელიღაცა სტრუქტურა არეგულირებს მაგებას განსაკუთრებით რაც ელექტრონული ჟურნალები შემოვიდა აი მაგ კუთხით რაც გაციფრულდა ესე ვთქვათ ყველაფერი განსაკუთრებით აი ეხლა უფრო მეტად ჩანს სირთულეები ამ სფეროში სკოლებში არის ძალიან ბევრი გამოწვევა განსაკუთრებით აი თქვენაზეც ისაუბრეთ ფოტო-ვიდეო გადაღების ნაწილში არის განსაკუთრებით პრობლემური და აი რაც მახსენდება ერთ-ერთი შემთხვევა იყო ერთ-ერთ სკოლაში შევიდა მაკონტროლებელი ორგანო და იყო ესეთი სიტუაცია რომ ქონდა თუ არა სკოლას თანხმობა იმისა რომ განათავსა პირობითად მოსწავლის ფოტოსურათი ან მასწავლებლების ფოტოსურათი ოფიციალურად უნდა ყოფილიყო სიტყვიერი არ ყოფნის ნახეთ როგორ არის კანონი გვეუბნება რომ შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ ზეპირი თანხმობა მაგრამ მე როგორც ამ სფეროს სპეციალისტი პირობითად
პირადად ვურჩევ ყველას რომ აუცილებლად გქონდეს წერილობით ეს ვაიმე, ამ ბიუროკრატიამ დამწერ, იმდენ საწერინებენ ამ სკოლებს გეხოცები, ეხა მაგიც არ ვიცი. კი არა და მშობლები იმაზე ბრაზდებიან, ჩემი შვილი რატო არ ჩანსო კაცო, მაგაზე არ ამბობენ უარს პირიქით. ხო, როგორც წესი. ხო, როგორც წესი, იშვიათად რომ მე არ მქონი ამდენ წლიანი პრაქტიკის დროს რომ შობელს ეთქვას რომ პირიქით არის როგორც წესი პრეტენზია რომ ხო, რატო ჩემი შვილი რატო არ ჩანს, ხო. მაგრამ აი სკოლაში იყო ეგეთი შემთხვევა და სკოლა დაჯარიმდა კიდეც მაგ ფაქტის გამო რომ არ ქონდა თანხმობები მოპოვებული. და მშობელმა სარჩელი შეიტანა უჩივლა თუ რატო გახდა აქტუალური ეგ? იცით როგორ არის? მაკონტროლებელი ორგანო თავისით წყვეტს. თვითონ, ანუ მშობელი შეიძლება თანახმა არის, მაგრამ მაკონტროლებელმა რახანეს თანხმობა წერილობით არ გაქვს, შეიძლება დაგაჯარიმოს. კაი. აქ კიდე უფრო ცოტა რთული სიტუაციაც მქონია პრაქტიკაში, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორი ფორმით და რატო ითხოვს ესე თანხმობას. ანუ თანხმობა უნდა იყოს გაცალკევებული ფორმით. შეიძლება ხელშეკრულებაში ჩავუწეროთ პირობითად, რომ აი ფოტო-ვიდეო გამოქვეყნებას თუ ხართ თანახმა და ხელი მოაწეროს შეგუება, მაგრამ მაკონტროლებელი ორგანოსთვის ეს არ არის საკმარისი, იმიტომ რომ ხელშეკრულება როგორც ვიცით არის ორმხრივი და შესაბამისად ვალდებულებას ვიღებ მე ამით გარკვეულწილად, მაგრამ ფოტო-ვიდეო გადაღება ვალდებულება არ არის, ანუ საგანმანათლებლო სერვისის მიწოდებისთვის ფოტო-ვიდეო გადაღება. ასე პირობითად რომ ჩაწერო თუ საჭირო გახდება რომ შემიძლია გამოვიყენო, რა უჭერს ერთ-ერთ მოხლად. ყველა პუნქტი ხო არ მუშაობს მაინც ხელშეკრულებაში. ხო, მაგრამ აი თუ კი მაკონტროლებელი ორგანო შემოდის და რაღაც კონკრეტულ საკითხზე იწყებს მოკვლევას, აქ ანუ მაინც ჩარსეა, მნიშვნელოვანია, კი. და ვინ არის ეს მაკონტროლებელი? თავიდან იყო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური და აი სულ ახლა მარტში გაუქმდა ეს სამსახური და ეს ვალდებულებები გადაიბარა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა. და საერთოდ რა არის იცი ეს ვინც მაგას იცავს, ნამდვილად თვითონ არის პირველი საფრთხე. მე თუ მკითხავ ამ პერსონალური მონაცემებისთვის, იმიტომ რომ მათ წვდომა აქვს და სხვას არა აქვს ასე მარტივად წვდომა, ხო? ანუ რაც უფრო მეტი ორგანო იქნება მაგის დამცველი, მით უფრო მეტ ორგანოს ეწოდინება შენი პერსონალური მონაცემები. ნუ ახლა აბსურდის თეატრი ისევ, როგორც ყოველთვის ეს ბიუროკრატიული აბსურდია. კარგი, და მის სკოლის მოსწავლების შემთხვევაში მარტო პერსონალური მონაცემები არა, მეგონი ნიშნებიც კონფიდენციალური არის, ხო? ადრე იყო პრაქტიკა, რომ აი აზიარებდნენ ხშირად მასწავლებლები ნიშნებს, განსაკუთრებით აზიარებდნენ აი საერთო ჩატში და ესეც რა თქმა უნდა კონფიდენციალური არის, იმიტომ რომ ეგ იცით რა არის, სულ არ უნდა მაგას ინსპექტორი ისე უნდა მიხვდეს მასწავლებელი, რომ ნიშნები არ გამოაფრიალოს ყველას დასანახად, ხო? ჯერ ერთი და მერე ის არის სხვათა შორის ერთი ძალიან საინტერესო ავტორი არის ჯონ ჰოლტი, რომელიც ამბობს, რომ აი ამ შეფასებების დემონსტრირება როცა ხდება, ამ შეფასებებში მარტო ის ბავშვი კი არ არის დათრგუნული და თქვათ უფლება შელახული ვისი ნიშნებით და თქვათ ის დავალია და თქვათ მის ამბიციებს არ შეეფერება. არამედ იმ ბავშვისაც ვისიც მაღალია. იმიტომ რომ ის ბავშვიც ითრგუნება მისი მაღალი ქულებით და რატო ითრგუნება? იმიტომ რომ ეშინია რომ მე შეიძლება სხვა დროს ვეღარ გაამართლოს ის ნდობა და დარჩეს ხო ანუ ის რაღაცა რაც არის გამოფრიალებული თქვათ მისი ნიშნები იმან რაღაცა დაახი დაასვას და თვითონ თავის თავს რაღაცების უფლება ვერ მიცეს თუნდაც იმის რომ გაკვეთილი არის სწავლოს ხო რა თქმა უნდა კი ხო ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ მონაცემებიც არ უნდა იყოს დემონსტრირებული მათ შორის აი ეხლა ცოტა უფრო დაიხვეწა ამ კუთხით კულტურა რომ აი საყვედურის გამოცხადება ან პირიქით ზოგს გონია ხოლმე რომ მარტო საყვედური ექცევა ამაში, მაგრამ რეალურად როცა თუნდაც ვაფასებთ ადამიანს, რომ აი კარგი ადამიანი ხარ ყველას თვალწინ, ესეც სხვებისთვის შესაძლებელია, რომ აი კარგი ადამიანობა როგორ უნდა შევაფასოთ? სწავლწუხარო დაიჭი. აი შეიძლება შეაფასო რაღაცა ცოდნის დონე და ხოთა შორის ეგ ძალიან ცევითაც ხო ძალიან პრობლემური საკითხია ხო აი მეც როცა სტუდენტებს ვაწერინებ ესეს ხო მის აზრს როცა წერს ნუ ვერაფერ შევაფასებ და ყოველთვის იქ უწერ იმაში რომ ვაფასებ ლოგიკურ მსჯელობას და დასაბუთების და არგუმენტაციის უნარს თორე შენ თუ ასე ფიქრობ შეს შეხედულებას და შეს მოსაზრებას როგორ შევაფასებ ვერაფერ შევაფასებ გრამატიკული შეცდომა თუ არ დაუშვი
და რამდენად დაასაბუთე შენი აზრი, ხო? და ამ შემთხვევაშიც ეგ არის, ხო, პრობლემა, რომ ანუ შეფასებას როცა აძლევ ადამიანის ეს ადამიანის შეფასება რა არის? ანუ კაი გოგო ხარ, ესე იწერება სადმე? არის ძალიან ხშირად. სად იწერებოდი ხო? სხვადასხვა ჩათებში ხდება. ანუ ხო, ანუ ეს კარგია და ეს ცუდია, ხო ესე. ან შედარება როცა ხდება ადრე დედებს ერჩვევია ხოლმე ის კარგი. დედებს თუ აქვს მაგისი უფლება? იცით როგორ? პერსონალური მონაცემების კაცების უფლება დედას თუ აქვს შვილის. ამ კუთხით ნახეთ 16 წლამდე როცა არის პირი, ხო, როგორც წესი. აქვს, იმიტომ რომ მეურვეა სამართლებრივად. თან ნახეთ მიზნა გამომდინარეც, აქ თავარი არის მიზანიც, მათ შორის აი ერთი საინტერესო შემთხვევა იყო პრაქტიკაში. და მათ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ანუ სამსახურს ამაზე პასუხი არ ქონდა რეალურად და გადაეცა სულ სხვა ორგანოს. იყო ესეთი შემთხვევა, რომ სამედიცინო დაწესებულებაში მივიდა გოგონა ექიმთან და გარეთელდებოდა ერთ-ერთი ბიჭი, რომელსაც ეს გოგონა მოეწონა და მოკლედ აქ რეალურად იყო ექიმის დანაშაული, რომ გამოვიდა კაბინეტიდან ისე რომ ისტორია არ დახურა და ეს ბიჭი შევიდა, მოკლედ ყველაფერი ამოკრიბა ამ გოგოს შესახებ, მათ შორის ნომერიც, სახელიც, გვარიც, ყველაფერი და მისწერა. მოკლედ ამ გოგოს და საბოლოო ჯამში დადგინდა, როგორ გაიგო ამ ბიჭმა ეს ყველაფერი და რახან მიზანი იყო პირადი, რომ აი მოეწონა და ამიტომ მიწერა და რაიმე სხვა მიზანი არ ქონდა რეალურად. ამიტომ არ მოექცა მაკონტროლებელი ორგანოს მოკვლევის ფარგლებში. აი ახლა ვინდა იყო მაგისი ქექვა, გეხოთ. ანუ გოგონამ უჩი. იცით? ხო, როცა ხდება ესეთ შემთხვევა, როცა თვითონ დაზარალებული მიდის და ჯანმრთელობის მდგომარეობა არის პირადი მონაცემი. განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემი. ხო. ეს არის განსაკუთრებული. არა, თუ გინდაც არა განსაკუთრებული, რა თუნდაც ყური მტკიოდეს, არ უნდა იცოდეს. არ უნდა იცოდეს არა. და ამაში აბსოლუტურად გეთანხმებით. ამიტომ ეს ოჯახური სიტუაციებიც ახლა რთულია, ამას ვერ გააკონტროლებს. ისე საქართველოში რა ძნელია, ყველამ რომელ გვერდზე წევხარ ისიც და ახლა მაგი დიდი ჩვენთან უჩვეულო იყო ზოგადად ეს კანონით შეგუებაც დღემდე არ არის ესე რომ რაღაც ხალხს არ გონია რომ აი ეს რაღაც დაცვის ობიექტია. ხა ერთი არის სამართლებრივი მხარე და მეორე არის რაღაცა ისეთი პრივატული სივრცის დარღვევის ამბავიც არის, ხო? აი ჩვენ ისიც არ ვიცით, რომ აი ბავშვზე ჩქმედები და გოცნები და ისინი არ შეიძლება. ხო, სხვათა შორის ეს არის. მე მქონდა შემთხვევა ჩემ საკვირაო სკოლაში, რომ ბავშვი ხო ზოგიერთი რაღაცა ისეთ საყვარელი, ზოგიერთი რა ყველა საყვარელია, მაგრამ რაღაცა მოგინდება რომ არ ჩაიხდა და ყველა მასწავლებელი პირველი რაც არის მაგ ინსტრუქტორს უტარებ ჩემ სტუდენტებს, რომ არავითარ შემთხვევაში პირად სივრცეში არ შეხვიდეთ. მაგრამ თვითონ მორბია. გეხვდა ახლა თვითონ როცა გერბი ხელი არ დაკრა რა თქვა უნდა. თვითონ როცა მოდის უნდა უპასუხო, მაგრამ ისე რომ აი შეეცადო რომ რაღაცა ზღვარი დაუდო ხო. იმიტომ რომ გაგაწყვეტინებთ, აი ჩემი დედამთილი არის პედაგოგი და ფიზიკურად ზღვარს ვერ წესებს, იმიტომ რომ იმდენად გძნობთ აი ბავშვებისგან სითბოს, რომ აი ვერ ცეუნება უარს. ხო, როცა ბავშვი მოდის. ბავშვი როცა მოდის ვარს ვერ ეთქვი რა თქმა უნდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს. ისედაც ფამილიარულში არ უნდა გადავიდეს მასწავლებლის და მოსწავლის ურთიერთობა ეს. განსაკუთრებით კი სკოლაში, განსაკუთრებით, იმიტომ რომ ბავშვებიც მე მყავს ერთი მასწავლებელი და აქ შიდა კიბეები ხო გვაქვს და ეს რომ რაღაცისთვის ამოვა ზემოთ, ეს პატარები ვისთანაც მუშაობს, ასე იხვებივით დამწკრივდებიან და მოსდევენ. ჩავაჯასდევენ ესეთი ციცილები დაწყობილები. ხო, ისე ძალიან საყვარლები არიან და მასწავლებელი ისე კი როგორ მუშაობს ემოციურად, რომ ასეთი ის გამოიწვია ემოცია მათგან. კარგი, მოკლედ ეგ ამბავი ჩავხსნათ. ეხლა რა მაინტერესებს? აი რა აი შენ ხო ქონია პრაქტიკა ხო ამ მიმართულებით და აი რა ეს არის რა შემთხვევები ქონია ისეთი რომელიც თქვათ ჩაითვალა პერსონალურ მონაცემთა დარღვევად და ვთქვათ აისახა რაღაცა სამართლებრივი ფორმა მიეცა ძიების ან იდენტიფიცირება არ გინდა უბრალოდ ისე ზოგადად რომ ვთქვათ რომ რა იყო თუ არა ეგეთი ფაქტები და რა ტიპის ფაქტი იყო კი აი განსაკუთრებით ეხა ბოლო პერიოდში რაც არის პრაქტიკაში ეს არის ვიდეო მონიტორინგის წარმოება აი პირობითად აი ამ
საკლასო ოთახში თუ არის ეგ უნდა მეკითხა და კარგია. ვიდეო მონიტორინგის დამონტაჟების. რეალურად არ არის. არ აქვს უფლება საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომ სასწავლო ოთახებში ქონდეს განთავსებული ვიდეო კამერები და ამის მარტივი ახსნა აქვს ამას. ბავშვი ძალიან არა მხოლოდ ბავშვი, პედაგოგი ძალიან დიდ დროს ატარებს სამსახურში. მისი მეორე სახლია, ამიტომ აი თქვენ რაც ახსენეთ, პრივატობის დაცვა, პირადი სივრცის დაცვა არ უნდა იყოს ეს დარღვეული. ბავშვი უნდა გრძნობდეს და პედაგოგიც თავისუფლად და არ უნდა ქონდეს ის განცდა, რომ ვიღაც აი აკონტროლებს. თან რა არის იცით ზოგჯერ არის რომ აი მე თვითონაც ხო ვიდეოებს რომ ვიღებ შეგაკვეთილ რაღაცა რომ გავაკეთე ან რაღაცა რომ ვთქვი ნაწყვეტს რომ შეხედოს ვიღაცა მიტყვის რომ ვაიმედე და ეს ვინ ყოფილა ხო აფთარი ან რაღაცა და ან კონტექსტის გარეშე რაღაც ამოჩეხილი ძალიან სახიფათო თემა ოღონდ მართლა რა ან ბავშვის ქცევა ან შეიძლება ზოგჯერ არის რომ ერთმანეთში ბავშვებს რაღაცა წაკამათება მოვიდეს და იმ მშობლებ მე ის რომ მშობლებმა დაინახოს ვაიმედე და იქ გაიხსნება ფრონტი და იქ როცა ბავშვებში რაღაცა კონფლიქტია ჩვენ თვითონ რეგულირებთ ისე რომ მშობლებამდე უკვე მიდის რაღაცნაირად დააცარიელებული ემოციურად გაწონას და დაალაგებული სიტუაცია ხო და ახლა იმ მომენტში რომ მშობელმა დაინახოს რომ თქვათ მისი შვილი რომ ის არის ან აგრესორია ან აგრესიის ჩვენთან იდეაში არ ხდება ეგეთი რამეები მაგრამ რაღაც მომენტში ხო ძალიან ის არის. საერთოდ მშობლები რა არ უნდა ჩაერიოს ბავშვების კონფლიქტში, ბავშვებს ერთმანეთთან კონფლიქტი და ისინი ძალიან კარგად არეგულირებენ ამას და მე ყოველთვის ურჩევ რომ მშობლებმა არ მიაქციონ ამას ყურადღება. რატო რამდენიმეჯერ მქონდა ეგეთი ისა შემთხვევა რომ აი ბავშვებს შორის მოხდა კონფლიქტი და დედა მთელი ღამე ვიფიქრე და ხან ერთ მშობელს დაურეკე მეორე მშობელს დაურეკე ვარჩევთ რაღაცა ვეყრდნობი მას რა ქვია ყველა თეორეტიკოს ფსიქოლოგების იმას რომ რა შეიძლება ახლა მოფიქრებული მაქვს სცენა რომ ამათ როგორ უნდა მოვარიგო ეს ბავშვი შემოვიდნენ და როგორ ახლა რაღაცა გადაეხვილენ გამოხდა ისე იჭიკჭიკეს ხო მე მივხვდი რომ ძალიან ხო უბრალოდ უფრო ვართულებთ ვიდრე ისინი იმიტომ რომ იმათმა უფრო იციან რომ კონფლიქტები მოსულა შეცდომები მოსულა რაღაცა ვიდრე ჩვენ დიდებმა ხო ამიტომ ამბავს გამოვიყენებ მაგისტრის რომ მშობლებს ვთქვენ რომ ძალიანაც არ ჩაერიოთ რა მე თქვენ ერთმანეთს აწყენინებთ მე ეს ბავშვები უფრო ეშხი შედიან მე რა შვებიან იცით ამას რომ ებას იზავენ მოყვებიან ხო მე თვითონ ზოგიერთი არის რომ რაღაცა ეხსნებათ რა ეს მხატვრული ისინი და ისე გააფორმებენ ბავშვებს აქვთ ეს მიდრეკილება ხო მithumetes ახლა თუ ფანტაზია ერჩის ხო და შეიძლება რაღაც ისეთში გადაგიყვანოს რომ კი, გეთანხმებით აბსოლუტურად. ბავშვები უფრო მარტივად დაალაგდებიან თავისთვის. მშობლები როგორც წესი უფრო და ეხლა მე რომ მინდა რომ კამერები დავაყენო, ესე იგი არ დავაყენო, ხო არ მირჩევთ, ხო? აი არის რაღაც ეხლა სხვათა შორის მიიღეს ბრძანება აი საგანმანათლებლო დაწესებულებაში არის რაღაც მონაკვეთები სადაც აუცილებლად უნდა იყოს ვიდეო მონიტორინგი ეს არის იგივე საერთო სივრცე კიბის უჯრედები აუცილებლად უნდა ჩანდეს იმიტომ რომ სკოლებში განსაკუთრებით ხდება ხელის კი მიკვრა და აი ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა გამართლებულია მაგრამ ნუ საპირფარეშოები გამოსვლები ხო ესეთი ადგილები აი მე და საძინებლებში რომ უმონტაჟებენ ხალხს მაგას რა ეშველება მაგამას და დარღვევა არის რა თქმა უნდა აქ მსჯელობაც არ ღირს ხო მაგრამ ზუსტად ეს ისა ვინც არის მაგის სტრუქტურები ვინც მაგას ამოწმებს ისინი არ არიან სუბიექტები მაგრამ ხო სახელმწიფო დამნაშავე სათვალთვალო მოწყობილობები მარტო სახელმწიფოს აქვს ხوار არა აქვს და ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით რომ თუ ვინმე უთვალთვალებს კი ბატონო და რამე კიდე ისეთი თუ შეგიძლია რომ გაიხსენო რომ რაღაც შემთხვევა აი თუნდაც იგივე ამ ან რა ვიცი პოზიტიური ან ნეგატივი სულ ერთი არა რაღაცა კუთხიდან როცა საჭირო სწორი იყო თქვა ჩარევა კი არის რა თქმა უნდა შემთხვევა აი მასწავლებლებს აქვთ ხოლმე განსაკუთრებით აი კითხვა რომ მე არ მაქვს პირობით ეს გადაღების უფლება მაგრამ ხშირია შემთხვევა რომ მოსწავლე იღებს პირიქით პედაგოგს და მაგალითად სოციალურ ქსელში ათავსებს ამ ყველაფერს რა თქმა უნდა ეხლა გააჩნია მოსწავლის ასაკსაც იგივე ხო რომ რამდენი წლის რა თქმა უნდა ესეც გაუმართლებელი არის მაგრამ ბავშვის ხო თავისთავად ვერ მიცოთ მაგრამ ესეც
მათ შორის ანუ ირღვევა პედაგოგის უფლებებიც აქ და შესაძლებელია რომ პირობითად იგივე ორგანოს ედაოს ხო სკოლას. ეხლა ნახე პედაგოგის უფლება კი ირღვევა, მაგრამ ხშირად უფლების დარღვევა კი არა და პედაგოგი შელახულია მაგ ამბით ხო და შეიძლება სამსახურიდან გათავისუფლების მოტივიც კი გახდეს ხო. კი და ამიტომ იცი რა მაინტერესებს ის მასწავლებელი მაგეთის ქვეშ რო იყო შემძვრალი საარჩევნო სიებით. თუ გაქვს ინფორმაცია ის გაათავისუფლეს სამსახურიდან. მაშინ დავალება გაგაზეთი რომ მოიციე გამოვი და კომენტარებში დავდოთ როცა ეს გადაცემა დაიდება მართლა მაინტერესებს იმიტომ რომ მასწავლებელმა რო ბავშვს ხმა უწიოს ის გათავისუფლებულია სამსახურიდან რამდენად არის ახლა საარჩევნო სიებით ხელში მასწავლებელი მაგეთის ქვეშ შემძვრალი მორალურად და კანონით უფლება მოსილი რომ შევიდეს მერე და გააგრძელოს მუშაობა სკოლაში. რა თქმა უნდა, არც მორალურად და არც კანონიერად ეკამათლებული არ არის ბუნებრივია, ხო? და მაინტერესებს თუ მოხდა რეაგირება, საკანონმდებლო რეაგირება, ხო? მეორე საკითხია, რამდენად ხდება პრაქტიკაში ამის განხორციელება, რომ კანონის გადმოტანა, ესე ვთქვათ, პრაქტიკულ მაგალითებზე რამდენად ხდება. საინტერესო საკითხია, აუცილებლად მოვიკვლევ. ხო, დავალება გაქვს ჩვენი სკოლის სახელი. აუცილებლად მოვიკვლევ ამ საკითხს. დედიდო, მე მგონი, ძალიან ისეთი მაშინ გადავედით ახლა ფინალურ ფაზაზე. რამე ხო არა ისეთი რომ გინდოდა გეთქვა და ძირითადად ვისაუბრეთ აი პრობლემურ საკითხებზე რაც არის, ნიშნები, საყვედურები, ვიდეო მონიტორინგი, ფოტო-ვიდეო გამოსახულება, რომ თანხმობა აი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ვიცით, რომ შობელს უნდა რომ გამოჩნდეს, მაგრამ თქვენ რაც თქვით და ახსენეთ, ბავშვის ნებას რო ითვალისწინებთ, ეს ფანტასტიკურია. მართალია 16 წლამდე თუ არის პირი დედა გამოხატავს ნებას, მაგრამ იგივე ბავშვი შეიძლება. არა, რაც არ უნდა მთხოვოს მშობელმა, ბავშვი როცა უარს ამბობს, იქ გამორიცხულია რომ გადაუღოთ. მიუხედავად იმისა, რომ მშობლის ნებას. თან ისეთები ამბობენ ხანდახან ვარ ძალიან როგ საყვარლება და რო გვინდა გადავიღოთ, მაგრამ ხო, რა თქმა უნდა, ბავშვისთვის როგორც უფრო კომფორტული იქნება, ამას უნდა ითვალისწინებდეს სკოლაც და მეც ამისკენ ვიხრები. გადავიდეთ მაშინ ჩვენი გადაცემის ფინალურ ფაზაში, ვალისთან ყავაზე შემთხვევით არ ქვია. ეხლა მითხარი, არის თუ არა კონფიდენციალური ვისთან ერთად სვამ ყავას? გააჩნია სადუს. სადუს სვამ გააჩნია, რა თქმა უნდა, ამას. აი მაგალითად აი თუ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილში ხა გავდივართ პიროვნებასთან და მივერთმევთ ყავას, რა თქმა უნდა არა. აქ უკვე თქვენ თვითონ ხვდებით და იმ რისკებს აფასებთ, რომ აუცილებლად ვიღაც შეიძლება შეგხვდეთ ან დაგინახოთ ან პირობითად სასცენო გადაღება მიდიოდეს და იქ ჩაიაროთ და გადაიღოთ ეს რა თქმა უნდა ზოგიერთს რო დაემართა. ბუნებრივია, მაგრამ თუ ეხლა პირობითად ჩვენ აი ესე შეხვდით თქვენთან სკოლაში აი მათ აი ის მაინტერესებს ერთი დუბაიში თუ სად იყო ჩვენი არ დუბაიში კი არა და ერთი ჩვენი პოლიტიკოსი რო იყო მანდილოსთან ერთად აბუდაბიში ან არა აბუდაბიში არა ის მე მგონი მონაკოში მე მგონი მონაკოში ხო და რო ჩაიარა ქალბატონთან ერთად და ეს რო გამოეფინა ყველგან არის თუ არა პერსონალური მონაცემის დარღვევა მათ შორის, მაგრამ როგორ არის იცით, როცა პირი არის ქუჩაში დადის, ღია სივრცეში დადის. საჯარო მოხელე, რეალურად უნდა ითვალისწინებდეს მათ შორის მაგ რისკებს, იმიტომ რომ შესაძლებელია ვიღაცამ იქ ფოტო გადაიღოს და თქვენ აღმოჩნდეთ პირობითად უკანა ფონზე და ეს უკვე ავტომატურად ასე მოხდა იქაც, იქ ხო არავის არ გადაუღია სპეციალურად შემთხვევით პირდაპირ ეთერში გავიდა ეს კადრი. უნდა არის პერსონალური მონაცემის დარღვევა ასეთ შემთხვევაში თუ არა? როცა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილზე ვართ, არ არის. არა, უკვე ვითვალისწინებთ. აი ის რო თქვა, მე იგივე პიროვნებამ რაღაცა ჩანაწერი რო დაიდო, რაღაც კრასატულია და რაღაცები, ის არის. ის კი, რა თქმა უნდა. პირადი მიმოწერა, ეს და გამოიწიეს? ალბათ კი. სავარაუდოდ უყურადღებოდ როგორი უბედო უნდა იყო რო ყველაფერი. უყურადღებოდ არ დატოვებდნენ ამ საკითხს, რა თქმა უნდა. გამოიწიეს. რა თქმა უნდა.
კარგი, ესე იგი ყავის დალი. მე რო ასე საჯაროდ სვამ ყავას, ესე იგი ეს არ არის. არ არის პრობლემური. თანხმობაც გაქვს როგორც წესი მეორე პირის როცა გადაცემაში. ეგ არა თუ ყავას ეთანხმობა. ფინჯანზეც კი თანხმობა მაგდა. რესპონდენტის არჩევით ხდება ფინჯნის დიზაინიც კი. მაგრამ სახლში თუ დავლებთ ჩუმად მე და შენ ყავას და ის ვიღაცამ თქვა ეს უკვე ამბავია. ეს პირიქს რა თქმა უნდა. რამდენი რამის სწავლა გჭირდება ქართველებს ხო? ნელ-ნელა ალბათ განვითარდებით და ვისწავლით მათ შორის ამ კანონის საკითხვას და პრაქტიკაში გამოყენებას. საერთოდ მე რა მგონია, იცი ადამიანმა ისე უნდა იცხოვრო, აი წარმოიდგინე ახლა ისე რომ ცხოვრობ, რომ ვაი თუ ეს გავაკეთე ახლა კანონს დავარღვევო, როგორ უნდა იცხოვრო. ადამიანი ისე უნდა ბედნიერი თუ ადამიანი ხარ, ისე უნდა იცხოვრო, რომ კანონი არ უნდა გახსოვდეს. რა თქმა უნდა. ნუ კანონი რაღაცის ამკრძალავი კანონი არსებობს, ეს თუ არ გახსოვს, მაშინ ხარ კაი ტიპი, ხო? კი. ნუ არის რაღაცები, რაც ისედაც ვიცით, რომ ხა რა თქმა უნდა, მორალურად და არ უნდა გავიტორი. ყველა კანონი ასე შეიძლება არც მე არ ვიცი და არც სხვამ არ ვიცოდეს ესე იმდენი კანონია ხა იმას. ხო, ეხლა ბავშვის მონაცემები რო არ უნდა აფრიალო, მაგას სულაც არ ჭირდება ისა. არც თქვენი პროფესია ქალბატონო ნინო და არც კანონდება. დიდი მადლობა. მგონი რომ საინტერესო იყო. ძალიან ჩემთვის საინტერესო იყო. მაშინ დავემშვიდობოთ მაყურებელს. ეს იყო პოდკასტი ლალისთან ყავაზე. დღეს ჩემი სტუმარი იყო ნინო გუგესაშვილი და ჩვენ შევეცადეთ რომ გვესაუბრა პერსონალური მონაცემების დაცვის საჭიროებაზე და იმაზე რომ საერთოდაც დადგა დრო ალბათ რომ ამას მიაქციოს საგანმანათლებლო დაწესებულებებმა ყურადღება. დიდი მადლობა.